მოგესალმებით მეგობრებო, დღეს საუბრობთ თუ რატომ უნდა გავხდეთ ეკლესიურები. ერთხელ სოფელში ქადაგებისას ჩემმა მოძღვარმა თქვა, რომ სამყაროში ყველა ეძებს ბედნიერებას, მაგრამ ბევრმა არ იცის სად მოძებნოს. შემდეგ დაამატა, რომ ტაძარში არის ხე, უბრალოდ უნდა მოხვიდეთ და მოწყვიტოთ ეს ბედნიერების, სიყვარულის, სიხარულის ნაყოფი, რადგან ყველაფერ ამის წყარო არის უფალი და ჩვენ უნდა მივიდეთ ზუსტად მასთან, საიდანაც ის მოდის ღმერთთან. მეგობრებო, ჩვენ ყველაფრის კონტროლი არ შეგვიძლია. არც ვართ ვალდებულნი, რომ ყველაფერი ვაკონტროლოთ. ამისთვის არის ჩვენი ზეციური მამა, რომელსაც შეგვიძლია ვთხოვოთ ლოცვებში დახმარება, მივენდოთ და დაველოდოთ. და რაც ჩვენთვის სასიკეთო იქნება, ის აუცილებლად აღსრულდება. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები გამუდმებით ვცოდავთ ყოველდღიურად, ზოგჯერ სიტყვით, ურთიერთობებში, საქმით, თუ თუნდაც ფიქრით, როგორც ხელს ვასუფთავებთ და ვბანთ, ასევე სჭირდება სულს განწმენდა და უფრო მეტადაც კი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სინანულით, აღსარებით და ზიარებით ვიზრუნოთ ჩვენ სულზე და განვიწმინდოთ. და ეკლესია არის სწორედ ის ადგილი, სადაც შეგვიძლია, რომ მივიღოთ ეს წმინდა ზიარება, რომელიც თავად უფალმა დაგვიტოვა საიდუმლო სერობის დროს. მიიღეთ და სჭამეთ, ეს ზიარ-სისხლი ჩემი, ახლისა აღთქმისათვის დამთხეული მისატევებელად ცოდვათ. მან განტეხა ასევე პური ჩამოურიგა თავის მოწაფეებს და უთხრა ეს სიტყვები, ეს ზიარ-სხორცი ჩემი, ახლისა აღთქმისათვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა. უფალი იესო ქრისტე ასევე ამბობს, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე. სახარება წარმოადგენს თავად უფლის ჩვენთვის ნათქვამს სიტყვებს. და როდესაც ვკითხულობთ, ვნახავთ და გავაცნობიერებთ, რომ ამაზე სუფთა, ამაზე სიყვარულით სავსე და ამაზე ჭეშმარიტი ცხოვრების გზა დედამიწაზე არ არსებობს. სამწუხაროდ ბევრჯერ მსმენია, რომ ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი, თამდაბალი ადამიანი დაიჩაგრება. მინდა გითხრათ, რომ ეს არის მითი და არ დაიჯეროთ, რადგან გულით სუფთა და ღმერთზე მინდობილი ადამიანი არასდროს არ დამარცხდება, არც ფიზიკურად, არც სულიერი ძალებით. ღმერთის მოყვარული ადამიანის ცხოვრებაში მე 200%-ით წამს ყოველი სირთულე, პრობლემა და დაბრკოლება ის ამ ადამიანის სასიკეთოდ ხდება, თუ ის არ გაბოროტდება და სამაგიეროს იგივე თი არ გადაუხდის იმ ადამიანს, ვინც უსამართლოდ მოექცა. და რაოდენ პრეცედენტოც არ უნდა იყოს, ყველაზე თავდაჯერებული ადამიანი კი სწორედ თამდაბალი ადამიანია. რატომ? რადგან ის ნამდვილია ურთიერთობებში, საქციელში, ფიქრებში, საუბარში და მას ვერავინ გააბოროტებს, რადგან მისი ძალა უფალშია. ამიტომ ძვირფასებო, ნუ იტყვით ამ საოცარ დიდ ბედნიერებაზე, უფლის მფარველობაზე უარს, რადგან ღმერთი ჩვენს ერთი ნაბიჯის გადადგმას ელოდება. ის არ არის მოძალადე მამა, მას უნდა შენი ნებით, შენი თავისუფალი ნებით, რომელიც თავის დროზე მოგცა, შენი ნება იყოს მასთან ყოფნა. ის არ ძალადობს, შენი არჩევანი უნდა იყოს და სანამ დრო გვაქვს, გიწოდებთ, რომ მიეჯაჭვოთ ღმერთს, თუ გინდა სიხარული, სიმშვიდე და აზრიანი ცხოვრება ამ ქვეყნად და საუკუნო ცხოვრება იმ ქვეყნად. ბედნიერ.